გამომცემლობებთან. შეჭერდა თუ არა იშხნის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც არაპროფესიონალი მუშები ასრულებდნენ, ამ საკითხზე თბილისში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ სამუშაოები შეჩერებულია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში კი საპირისპიროს ამტკიცებენ. თვითონ საკურთხევლის ერთ-ერთი კედელი, მცირე კედელი არის ასევე გაუგონარი მიზეზების გამო დანგრეული. ეს არ იყო დიდი კედელი, ის დაზიანებული კედელი იყო, თუმცა ეს იყო ტაძრის ორგანული ნაწილი მე-11 საუკუნეში ამოყვანილი. მათ თქვენ ამ მუშებმა ძალიან ისე ვკითხეთ მუშებს, ღიარულად შეიძლება ითქვას ღიმილით, რომ არაფერი არ ეჭვათ და გამოუტეხეთ. მათ დიდი სიხარული გითხრეს, რომ ეს კედელი ჩვენ თვითონ მოვშალეთ, რადგან გვიშლიდა ხელსო. იქვე საკურთხეველთან არის წყალი მიშვებული, დგას დიდი გუბე და ბოლოს რაც გამოიწვია ჩვენი ყველაზე დიდი აღშფოთება. როგორც მოგახსენეთ, ის კედელი არის ცენტრში აღმართული კედელი დაშლილი და გარეთ გატანილი და როდესაც ჩვენ ვათვალიერებდით აი ამ ხროვას, ამ აგურების ხროვას, ამ ხროვიდან გვიყურებდა სახეები, ეს იყო ფრესკები, მე-10 საუკუნის ფრესკებიც. გამოსავალი არის ჩვენი სახელმწიფო დონეზე დაუყოვნებლივი ჩართვა, მეცნიერების დაუყოვნებლივი ჩართვა ამ პროცესებში და იმ დაზიანებების აღმოფხვრა, რაც იქ უკვე განხორციელდა და იმედია არაფერი დაგვიანებული არ იქნება ეს. ბორჯომის ნომერ პირველი და ნომერ მეორე ჩამომსხმელი ქარხნები დაათვალიერა და